მოგესალმებით, ვაგრძელებთ მოდალურ ზმნებზე საუბარს. დღეს ვილაპარაკებთ შოლსა და შუდზე. ჩვენ უკვე შეგახსენებთ, რომ გავიარეთ რამდენიმე მოდალური ზმნა. ესენია can, could, may, might, must. და დღეს უნდა ვილაპარაკოთ შუდსა და შოლზე. ჯერჯერობით არ გვისაუბრია wouldსა და willზე, მაგრამ ამას საომავლოდ შევინახავ. ამ ეტაპზე დღეს არის ბოლო ვიდეო მოდალურ ზმნებზე. შუდით და შოლით ვამთავრებთ ამ ციკლს და თუ არ გიყურებიათ აქამდე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ ნახოთ წინა ვიდეოები და უყუროთ. გაკვეთილები დანომრილია რიცხვების მიხედვით, ანუ თუ ეს პირველი ვიდეო, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, შეგიძლიათ რომ მოძებნოთ სხვა ვიდეოები. დანომრილი გვაქვს გაკვეთილები 1, 2, 3 და თუ მიყვებით ამ პრინციპით და ამ თანმიმდევრობით თუ კი ნულიდან გინდათ ინგლისურის დაწყება, საუკეთესო შედეგი გექნებათ. გარდა ამისა, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, მოიწონოთ ვიდეო და დამიწეროთ კომენტარები, იმიტომ რომ თითოეული თქვენი კომენტარი ძალიან დიდი სტიმულია ხოლმე ახალი ვიდეოების გასაკეთებლად, საკმაოდ დიდი შრომა არის, სხვათა შორის თითოეული ვიდეოს ჩაწერა და გთხოვთ, რომ ესე რაღაცნაირად მომცეთ უკავშირი, რომ მეც გამხნევდე და უფრო მეტი ვიდეო შემოგთავაზოთ. მოკლედ, მოდალურ ზმნებზე ვასრულებთ ამ ვიდეოებს ჯერჯერობით. wouldსა და willს ცოტა უფრო მოგვიანებით ჩავწერ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე willზე ვილაპარაკეთ, როდესაც მომავალ განუსაზღვრელ დროზე ვსაუბრობდით და მე ამ გაკვეთილს აუცილებლად ჩავლინკავ ამ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ will-ი და wouldს ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებ უფრო სხვა კონტექსტში. თუმცა ვიმახსოვრებთ იმას, რომ would-ით მოიაზრება როგორც მოდალური ზმნა ინგლისურში. სანამ დავიწყებ უშუალოდ შუდსა და შოლზე საუბარს, მინდა რომ ერთი პატარა განმარტება გავაკეთო, რაც ცოტა უფრო ძველ ინგლისურს ეხება. ხანდახან ძველი ინგლისურის გაგება და საიდან მოდის თითოეული სიტყვა, გაცილებით უფრო კარგად გვეხმარება ხოლმე იმაში, რომ გავიგოთ დღეს როგორ ვიყენებთ ამა თუ იმ სიტყვას, კონსტრუქციას თუ ასე შემდეგ. ესე იგი, shall ძველ ინგლისურში გამოხატავდა მომავალს და მისი წარსული ფორმა იყო should-ი. და დღეს შეიძლება საკმაოდ დიდი აცდენა არის shall-სა და should-ზე, should შორის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ძველი ინგლისურის გაგება, ამ განმარტების გაგება უფრო გაგვიადვილებს, დავინახოთ განსხვავებები. ესე იგი, პირველ რიგში ძველ ინგლისურში shall-ი გამოიყენებოდა მომავლის გამოსახატავად. სხვათა შორის არც თუ ისე ძველ ინგლისურში, აი მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის ინგლისურში შეხვდებით shall-ს. მომავლის გამოსახატად. ჩვენ ვიცით, რომ ანუ დღეს will-ს გამოვიყენებთ, ანუ ვამბობ I will, you will, she will. ძველ ინგლისურში shall გამოიყენებოდა პირველ პირში. ეს იქნებოდა მხოლობითი რიცხვით და მრავლობითი რიცხვით, ანუ იქნებოდა I shall go, უნდა წავიდე, ან we shall go, უნდა წავიდე. თუ გამოვიყენებდით shall-ს, ისევ ძველ ინგლისურზე მაქვს საუბარი და ძალიან ფორმალურ ინგლისურში შეიძლება ჯერ კიდევ შეგხვდეს ეს ვარიანტი. თუ გამოვიყენებდით მეორე მესამე პირებთან, ანუ use-თან, he, she, it-თან და they-სთან, ამ შემთხვევაში უკვე გამოხატავდა ვალდებულებას ან ბრძანებას და ვიმეორებ, რომ ეს ფორმა შეიძლება შეგხვდეთ საკმაოდ ძველ წიგნებში და ვთქვათ, არათანამედროვე ნაწარმოებებში. მაგალითად, შეიძლებოდა გაგვეგო წაგვეკითხა, you shall obey the rules. You shall obey the rules. შენ უნდა დაემორჩილო წესებს. He shall receive his reward. He shall receive his reward. Man უნდა მიიღოს თავისი ჯილდო. They shall not enter the restricted area. ისინი არ უნდა შევიდნენ აკრძალულ ზონაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ჩვენ ვისწავლეთ უკვე მოდალური ზმნების გამოყენებაზე, ამ ყველაფერს, ამ shall-საც მიეწერება, ანუ ფორმას არ იცვლიან ზმნები, კითხვით და უარყოფით ნაწარმოებს და არაფერი არ ემატება, ანუ ზნა მოსდევს საწყის ფორმაში. და shall-ს გამოვიყენებ 5 ძირითადი ფუნქციით. პირველი ეს არის to make offers, ანუ შეთავაზება. მეორე გამოყენება შეიძლება იყოს to express decisions about the future. ანუ გადაწყვეტილებები მომავლის შესახებ. ანუ to express გამოხატვა, decisions გადაწყვეტილებები about the future მომავლის შესახებ. მესამე ფუნქცია შეიძლება იყოს შეთავაზება to make suggestions. ხა რა განსხვავება არის offer-სა და suggestions შორის? ორივე არის შეთავაზება ქართულად, თუმცა offer ნიშნავს, რომ მე ვთავაზობ ჩემს უშუალო დახმარებას. ანუ მე ვარ პროვაიდერი, ასე ვთქვათ, იმისი, რასაც ვამბობ. და ვნახავთ ახლა მაგალითებს. Suggestion ნიშნავს, რომ მე იდეას ვაძლევ ადამიანს, ვაწვდი რაღაცა
ვთქვათ, აზრს, იდეას, მაგრამ მე შეიძლება ვიგულისხმობ, რომ მეც გავაკეთებ, შეიძლება არ ვიგულისხმობოდეთ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. მაშინ, როდესაც offer აუცილებლობით ნიშნავს, რომ ანუ მე ვეხმარები, მე ვარ იქ ჩართული. ასევე ეს გამოიყენება ოფიციალურ ვალდებულებებთან, formal obligations და დაპირებებთან, ანუ to make promise. განვიხილოთ ახლა თითოეული ეს ვარიანტი. To make offers, შეთავაზება. Shall I help you? Shall I help you? დაგეხმარო? ანუ მე ვთავაზობ ჩემს სერვისს, ასე ვთქვათ. მე ვარ ჩართული იმაში, რასაც ვთავაზობ. Shall we help you with your homework? Shall we help you with your homework? დაგეხმაროთ დავალებაში? To express decisions about the future. მომავლის შესახებ გადაწყვეტილებების გამოსახატავად გამოვიყენებთ შოლს და ვნახოთ ახლა მაგალითები. I shall open a training center. I shall open a training center. მე უნდა გავხსნა ტრენინგის ცენტრი. We shall go on a holiday together. ჩვენ უნდა წავიდეთ არდადეგებზე ერთად. აქვე მინდა ერთი პატარა ჩასწორების დამატება. ჩასწორების არა, ანუ დამატებითი ინფორმაცია. ანუ პირველი გამოყენება to make offers და მეორე გამოყენება to express decisions. ძირითადად მოითხოვს ხოლმე პირველ პირს, ანუ ან I-ს და ან we-ს. To make suggestion-თან შეიძლება ყველაფერი იყოს. მაგალითად, it's hot here. Shall I open the window? It's hot here. Shall I open the window? აქ ცხელა, გავაღო ფანჯარა. აი, ეს პირველი მაგალითი შეიძლებოდა offer-ის მაგალითადაც გამოგვეყენებინა. ანუ ესეც არის იდეა. ანუ თავაზობ იდეას, რომ ფანჯრის გაღება კარგი იქნებოდა და მე შემიძლია რომ გავაღო. თუმცა suggestion-თან არ არის აუცილებელი, რომ თქვათ მეც ვიყო ჩართული, ან ფიზიკურად მე ვასრულებდი იმ მოქმედებას. Shall we discuss this over dinner? Shall we discuss this over dinner? ეს ჩვენ ანუ სადილზე ხომ არ განვიხილოთ. Formal obligations. ეს არის ოფიციალური ვალდებულება. Guests shall sit in the lobby area. Guests shall sit in the lobby area. სტუმრები უნდა დასხდნენ ლობში, ანუ ლობის ტერიტორიაზე. ანუ ამ მაწინააღმდეგობას ადამიანი არ იტყვის. ან თქვათ მე არ ვეტყვი ჩემს მეგობარს. ეს იქნება ვთქვათ მიდიხარ რაღაცა საავადმყოფოში ან სასწავლებელში და ვთქვათ სადაც მიმღებია და გამოკრულია ეს. ან ვთქვათ ვიღაცა გეუბნება, მოდის ეს ოფიციალური პირი და გეუბნება, რომ აი აქ არა, იქით უნდა იყოთ. ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ როგორც ფორმალურ ან ოფიციალურ ვალდებულებას და არა ვთქვათ მორალურ ვალდებულებას, როგორც მასთი და ასე შემდეგ. Applicants shall introduce their high school grades. Applicants shall introduce their high school grades. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ანუ სკოლის ბოლო საფეხურის ნიშნები. ეხლა ეს რა ხდება ამ შემთხვევაში? აი ვთქვათ, ამას შეიძლება გადააწყდეთ რომელიმე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. და ბოლო ფუნქცია to make a promise, ანუ დაპირება. მაგალითად, your package shall arrive next week. შენი ამანათი ჩამოვა შემდეგ კვირაში. ანუ ეს რაღაცნაირად ვპირდები ვიღაცას რაღაცას. მოდი შევაჯამოთ, რაზეც ვისაუბრეთ და გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება should-თან შედარება. იმიტომ რომ მე უკვე როგორც ვთქვი, shall და should ძველ ინგლისურში ფაქტობრივად ერთი იგივე მოდალურიზმის ორი სხვადასხვა ფორმა იყო. should იყო შოლის წარსული და თუ კი shall გამოხატავდა ბრძანებას ან ვთქვათ პირველ პირში მომავალს, should გამოხატავდა წარსულს. პირველ რიგში შოლის მაგალითები ვნახოთ და მერე უკვე გადავალთ should-ზე. პირველი, მინდა რომ კარგად დავაკვირდეთ ეკრანს ამ შემთხვევაში. ესე იგი, პირველი შოლი გამოიყენება to make offers. შეთავაზებისთვის, ანუ მე რო ვთავაზობ ჩემს სერვისს. მაგალითად, shall I help you with your bags? Shall I help you with your bags? დაგეხმარო ჩანთებთან, ანუ ჩანთების ზიდვაში. მეორე, to make suggestions. ესე იგი, აქ გვაქვს ისევ შეთავაზება, ოღონდ არ არის სავალდებულო, რომ მაინც და მაინც მეც ვარ ამაში ჩართული. Shall we watch a movie tonight? Shall we watch a movie tonight? ვუყუროთ ფილმს ამაღამ. ამ შემთხვევაში ანუ ეს suggestion არის, რომ ანუ იდეა არის აქ მთავარი, ანუ იდეას ვთავაზობ და მე ვარ თუ არა ჩართული, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. მაშინ როდესაც offer-თან ეს მნიშვნელოვანია, რომ მეც ჩართული ვარ. მინდა მივაქციო ყურადღება იმას, რომ თუ მაქვს offers
ან suggestions და ნებისმიერი ტიპის შეთავაზება ძირითადად ეს გამოიყენება I wish-თან. სხვა შემთხვევებში არ არის მაინც და მაინც სავალდებულო რომ აქ I we იყოს. მესამე გამოყენება როგორც ვაჯამებთ შორის იყო to express decisions about the future, ანუ გადაწყვეტილებების გამოხატვა მომავლის შესახებ. და როგორც ხედავთ მაგალითიც გვაქვს მესამე I shall move to a new apartment soon. მე უნდა გადავიდე ახალ ბინაში მალე. შემდეგი არის to express formal obligations, გამოვხატოთ ფორმალური ვალდებულებები და მაგალითს შევხედოთ students shall submit their assignments before the deadline. სტუდენტებმა უნდა შეავსონ თავიანთი დავალებები, ატვირთონ თავიანთი დავალებები deadline-ამდე, ანუ ბოლო თარიღამდე. და მეხუთე to make a promise დაპირება I shall never forget the kindness you've shown me. I shall never forget the kindness you've shown me. მე არასოდეს დავივიწყებ იმ სიკეთეს, რომელიც შენ მიჩვენე. და უფრო კარგად რომ გამოჩნდეს, მინდა რომ გადავხედოთ should-საც, ანუ should-ი რას გამოხატავს? 6 სიტუაცია გვაქვს, როდესაც should შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, should-ზე ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ. To give advice, ანუ რჩევის მიცემად გამოიყენება should-ი. მაგალითად, you should see a doctor as soon as possible. შენ უნდა ნახო ექიმი რამდენად სწრაფადაც შესაძლებელია. To make a suggestion, შეთავაზების გაკეთება, შეთავაზება. You should comb your hair every day. თმა უნდა დაივარცხნო ყოველ დღე. მესამე, criticism, კრიტიკა. It's hot here. აქ ცხელა. They should turn on their conditioning. მათ უნდა ჩართონ აირის კონდიციონერი. Weak obligation, სუსტი ვალდებულება. You should send flowers to your teacher. You should send flowers to your teacher. შენს მასწავლებლებს ყვავილები უნდა გაუგზავნო. Expectation, მოლოდინი. John should pass the exam. He has worked so hard. ჯონი ჩააბარებს გამოცდას, ანუ მან ძალიან ბევრი იშრომა. The regret or complain about the past. რომ ვინანებთ წარსულს ან ვიწუწუნებთ წარსულის შესახებ. You should have done your homework earlier. You should have done your homework earlier. შენი დავალება უფრო ადრე უნდა გაგეკეთებინა. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ გვინდა რომ ვივარჯიშოთ და კიდევ უფრო კარგად გავემყაროთ ცოდნა შოლის და გაგება რა შემთხვევაში ვიყენებთ, რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ Google-ში ჩავწეროთ should and shall exercises და ამოვიყრით უამრავ სავარჯიშოს და იქვე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და გადაამოწმოთ. თუ რაიმე დაგჭირთ შეკითხვა, რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ ყოველთვის დაწეროთ კითხვებში და აუცილებლად გიპასუხებთ. სულ ეს იყო დღეისათვის. მომავალ შეხვედრამდე. Bye bye.